რაც შეეხება კუბდართან დაკავშირებულ გია ბარამიძე და კუბდარი, რა თემაა ეს? კი ბატონო, ამას მოგახსენებთ. ეს იყო უკვე სპეცოპერაციის დასრულების შემდგომ, როდესაც ცეცხლი ეკიდა სახლს და სახლში ბაბუაჩემის უკვე ცხედარი იყო, რომელიც იწვებოდა. ამ დროს გია ბარამიძე, რომელიც დღეს ბედავს და იმასაც კი ამბობს, რომ არის ინტერვიუსაც ამბობს, რომ ვითომ არესტრებოდა ამ სპეცოპერაციას, სინამდვილეში ის იქ ბრძანდებოდა და ამას კადრებიც ადასტურებს და ასევე ადასტურებს მეზობლების ჩვენებებით, რომლებიც ჩვენს სახლთან ამ სპეცოპერაციის შემდგომ ჩვენებებში რას გულისხმობთ? ვის მისცეს და რა პირობებში ამ მეზობლების ჩვენებები? პროკურატურას აქვს ეს ჩვენები. კი ბატონო. რაც შეეხება კუბდარის საკითხს, გიორგი ბარამიძე იდგა ჩვენს სახლთან და მეზობლის ქალები, ვინც იქ შეკრებილები იყვნენ, გაბედა ეთქვა მათთვის, რომ სვანებმა კარგი კუბდარის გამოცხობა იცითო და იქნებ გაგვიმასპინძლდეთ აქ მყოფ ადამიანებსო. ესეც კი იკადრა, მაშინ როცა წინ სახლი იწვებოდა, სადაც ევგენია ფრესიძე იყო და გვერდით ომეხია ფრესიძის ცხედარი იყო ქუჩაში დაცხრილული მათ მიერ. ამ დროს მინისტრი ითხოვს კუბდარს. კი ბატონო, ის უკადრისობს და უარყოფს ამ ფაქტებს, თუმცა ამ ფაქტის ძალიან ბევრი მოწმე არსებობს. ასე აიხსნება ის სათაური, რომელიც დარჩა გიორგი ბარამიძის პოლიტიკაში თანმდევად, მიართვით კუბდარი მინისტრს. მაგრამ ნეტა მარტო ეს იყოს მისი თანმდევი, შემზარავია ის ისტორია, რაც დღეს ჩვენ მოვისმინეთ და ეს მთლიანად არის გიორგი ბარამიძის მინიმუმ პოლიტიკური პასუხისმგებლობა, დანარჩენი კი დასადგენია, ასე ვამბობთ, იმიტომ რომ ასე მოითხოვს, რომ კანონი რომ ასე ვთქვათ. და რა თქმა უნდა, პრეზიდენტი სააკაშვილი, რომლის განცხადებაც ბატონმა სოზარმა წეღან წაიკითხა, სადაც ის ამბობს, რომ ის იყო დამკვეთი პირადად ამ უბედურების.